საჩხერის ერთ ჩემპიონი ყავს გუშინ აკაკი ქემერტერიძე გახდა ჩემპიონი და გორელებს აქვს ჯერ ამ მომენტისთვის 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ძებისაშვილმა დაამარცხა ფინალამდე ნიკა ჯიბლაძე, შემდეგ თორნიკე ასაბაშვილი და შემდეგ მიხეილ ბერძნიშვილი. ზაქაშვილმა მოუგო დათო ქობულაძე, შემდეგ ნაზარე გუჯარაიძეს და შემდეგ საბა ღამბაშიძეს. საჯები ძებისაშვილს მოუწოდებენ გააქტიურებისკენ, ან მიიჩნევენ მას პასიურად. ჯერჯერობით რაც გავიდა აგერ ერთი წუთი ცოტა მეტი, უფრო პოზიციური ბრძოლა იყო, არ ყოფილა შეტევა. დამწვევებაზე არც ერთი მონაწილე ფინალისა არ წასულა. იმავე სცენარით გრძელდება ეხლაც შეხვედრა. ეხლა უფრო მჭიდროდ შეეკვნენ ერთმანეთს და ძებისაშვილს უკვე ჩაურთავენ 30 წამიან საჯარიმოს. ჩაურთეს უკვე, დაიწყო დროის ათვლა. კინო ღამზაქაშვილმა წაავლო ფეხზე ხელი. ერთმსლობა ხონდა ფეხში შესვლის გუდერძის და მალე 1-0 დაწინაურდება ზაქაშვილი. ახლა წავიდა თითქოს ზაქაშვილი, თუმცა იულად იკითხებოდა ეს მოძრაობა, ძებისაშვილმა დროულად და მარტივად აღკვეთა. ზაქაშვილი კი 1-0 არის დაწინაურებული. 25 წამი პირველი ნახევრის დასრულებამდე. ძებისაშვილს დრამატული ნახევარფინალი ჰქონდა ბერძნიშვილთან, ეს პერიოდი აგებდა და აი ბოლო წუთზე მოიპოვა, გამარჯვება იქ ბოლომდე ბრძოლა იყო. პირველი ნახევრის დასრულებამდე რჩება წამები, 3 წამი, 2 წამი და 1-0 პირველი პერიოდი მოიგო ნიკა ზაქაშვილმა საჩხევრმა მომჭიდრა. უნდა შევისვენოთ ცოტა ხანი და გაგრძელდება მეორე პერიოდში ბრძოლა. იმედია უფრო მეტ გოლას ვიხილავთ მატჩში. იწყება მეორე პერიოდიც და დასაწყისშივე სადა ზაქაშვილმა იერიჟზე წასვლა, თუმცა ძებისაშვილმა ამჯერადაც კარგად აიცილა მისი შემოტევა. დაბალი დგომით ერთმანეთს პოზიციურად ზვერავენ და ზაქაშვილმა საბოლოოდ მაინც მოახერხა ფეხში ჩასვლა. აქედან წესით გაიყვანა 2-0 და ჯერჯერობით 30 წამით დაჟჯა არ ემუქრება ნამდვილად ზაქაშვილს, იმიტომ რომ თუმცა აქ შეიძლებოდა გადაეგდო იმდენად კარგ პოზიციაში ყავდა აყვანილი, მაგრამ ბოლოდ გაყვანა. მე მგონი ძებისაშვილმაც არ მისცა ამის საშუალება.
ნუ დგომში ჭიდაობა კლავინდებურად. ხა უფრო ძებისაშვილმა უნდა გარისხოს. რომ ზაქაშვილის გასარეს კი ნაკლებად აქვს. წუთი და 53 წამი შეხვედრის დამთავრებამდე. ისევ ზაქაშვილის შეტევა ეს აი ამჯერად იქნება. უკვე მოახერხა და ჩაიყვანა დაბლა 4-0. ჩოგჯოში გრძელდება მისი შეტევა და ნახოთ აბა თუ დაატრიალებს. მესამე საშუალება ირანულმა მსაჯმა 4-0. და ხჭა ბოლო წუთი დაიწყება მალე. და 52 წამი დასრულებამდე 4-0 ზაქაშვილის სასარგებლოდ. აი გალაშკა დაღლაში იყო გორელს 40 წამი. აი პირველი რეალური შეტევა ჰქონდა, მაგრამ დაუსწრდა. განახეთ რა კარგად ზაქაშვილი და შემდეგ თავად გაიყვანა. გადავიდა კონჩეტევაზე და თვითონ გაიყვანა გარეთ 5-0 ნიკა ზაქაშვილი კიდევ უფრო ზრდის თავის უპირატესობას. შეხვედრის დამთავრებამდე კი 36 წამიღაა დარჩენილი. უტევს ისევ ზაქაშვილი კიდევ ერთი გაყვანა და 6-0. აქ ხო შეიძლება ითქვას, რომ დამთავრდა ყველაფერი. 18 წამი რჩება ფინალის დასრულებამდე. საჩხერეს მეორე ოქროს მედალი. ბოლო 10 წამეულიც ათვლა და უკვე ძებისაშვილმა შეწყვიტა ორთაბრძოლა მიულოცა მეტოქის. ჩვენც მიულოცოთ ნიკა ზაქაშვილს ეს გამარჯვება. გურდევძე ესეც სრული კომპლექტი შეაგროვა საქართველოს ჩემპიონატის მედლების შავშან 2024-ის. ჩემპიონი იყო შავშან ბიზნეს ფიზიური და ახლა გახდა ეცხლის მედლის მფლობელი. საჩხერის აქ მეორე ოქროს მედალი. კემერტელიძე და ზაქაშვილი. გორს ჯერ ოქროს მედალი არ აქვს, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ჯერჯერობით. ეს ყავს კიდევ ვინმე გორელი, არავინ აღარ ყავს.